საკანონმდებლო ორგანოსთან მიმყოფებით, სადაც პროტესტი უკვე 101 დღეა უწყვეტად მიმდინარეობს და რესპუბლიკის მოედნიდან დაწყებული ქალთა საპროტესტო მარშია ზუსტად აი ამ წუთებში უერთდება საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ არსებულ ტერიტორიას. რუსთაველის გამზირზე პროტესტის 101 დღესაც საავტომობილო გზა არის გადაკეტილი და გამზირი შეიძლება ითქვათ არის ხალხით სავსე. მოთხოვნები, როგორც ცნობილია, არის უცვლელი 101 დღის მიუხედავად. ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშნვა და პროცესის სამართლიანად ჩატარება და ასევე იმ პირთა დაუყოვნებლივ გათავისუფლება პატიმრობიდან, რომლებიც დააკავეს საპროტესტო აქციების ფარგლებში. ქალთა მარშის გარდა ამ პროტესტს უკვე შეუერთდნენ ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებიც, რომლებიც ყოველდღიურად კოსტავას ქუჩის და მარჯვენა სანაპიროს გავლით რუსთაველის გამზირზე ყოველდღიურ საპროტესტო აქციას უერთდებიან. მათი დამატებითი მოთხოვნებიც არის ცნობილი, გაადგეს საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი და ასევე გაიხსნა სპეციალური ეთერი პირველ არხზე, რომელიც უნდა დაეთმოს, როგორც ისინი ამბობენ, საზოგადოების ყველა სფეროს, რათა გამოთქმული იყოს მათი მოსაზრება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ამ გასული 100 დღის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით არაერთი შინაარსის საპროტესტო მარში გაიმართა, არაერთი სფეროს წარმომადგენელი შეიკრიბა საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად, მათ შორის იყვნენ როგორც საჯარო მოხელეების, კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე ნახეთ ბიზნეს სექტორის გაფიცვა, მათ შორის იყვნენ მცირე საშუალო და მსხვილი მეწარმეები, მსხვილი კომპანიები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ქართული ოცნების 2024 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას, რამაც მთლიანობაში გამოიწვია ეს უწყვეტი პროტესტი. მოქალაქეები ამ პროტესტს საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივ დემონსტრაციებს აფასებენ და მიიჩნევენ, რომ დაშლა ამ პროტესტისა და ამ დემონსტრაციებისა არ იქნება მათი მხრიდან სწორი, როგორც ისინი ამბობენ, თუ არ იქნება მიღწეული და დაკმაყოფილებული ის ორი მთავარი მოთხოვნა, რაც ამ 100 დღის განმავლობაში აქტიურად ისმის თბილისის ქუჩებში თუ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. გვესმის ახლა საპროტესტო შეძახილები, ვთხოვ ახლა ჩვენს ოპერატორს გიორგი ვარსიმაშვილს გაჩვენოთ, რა ვითარება არის საქართველოს პარლამენტის შენობის წინა ტერიტორიასთან. მოქალაქეები აქ მოსულები არიან სხვადასხვა შინაარსის საპროტესტო ბანერით, საქართველოს და ევროკავშირის დროშებით. ტრადიციულად ჩვენ ამ სურათს ვხედავთ უკანასკნელი 100 დღის განმავლობაში. ბუნებრივია, ყოველდღიურად საპროტესტო აქციის გაშუქებისას ვესაუბრებით აქ შეკრებილ აქციის მონაწილეებს და მათ მოთხოვნებსაც ვისმენთ, ისინი აცხადებენ, რომ არ აპირებენ არსებულ მდგომარეობასთან შეგუებას, მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში ახლა არის სერიოზული პოლიტიკური კრიზისი, რომლის გამწვავებაც ქვეყნის სტაბილურობას და სტაბილურად განვითარებას, ასევე ეკონომიკურ ვითარებას, განათლების სფეროს, სხვადასხვა სფეროს შეიძლება ითქვას, მოუტანს მნიშვნელოვან ზიანს. მათი შეფასება ამ დემონსტრაციებთან და ამ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით ასეთი არის, ხოლო ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის ერთ-ერთ გზად მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია დაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები, ჩატარდეს ეს კენჭისყრის პროცესი სამართლიან გარემოში და დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ პირები, რომლებიც არა მხოლოდ პროევროპული საპროტესტო აქციების ფარგლებში, არამედ ასევე ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქციების ფარგლებში დააკავეს. დღევანდელი საპროტესტო აქცია მარში ბუნებრივია ეძღვნება ქალთა საერთაშორისო დღეს 8 მარტს, მიუხედავად ყველა დღესასწაულისა, რომელიც აი ამ 100 დღიან საპროტესტო ჭრილში მოხდა, შეიძლება ესე ითქვას, არც ერთი დღით პროტესტი არ შეწყვეტილა. აქ შეკრებილი დემონსტრანტები ხაზს უსვამენ ქალთა უფლებების სისტემურ დარღვევას საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან, განსაკუთრებით საპოლიციო ძალების ძალადობაზე საუბრობენ ხშირად ამ კონტექსტში, რადგან მაშინ, როდესაც დაიწყო ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები და განსაკუთრებით ეს მთავარი ეპიცენტრი იყო რუსთაველის გამზირი, თბილისი, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორია. მოქალაქეები ფაქტობრივად ყოველდღიურად იხსენებენ იმ ძალადობრივ ქმედებებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა საპოლიციო ძალების მხრიდან, მათ შორის ქალების წინააღმდეგ, მათ შორის მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ. ერთ-ერთი თვალსაჩინო და ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მაგალითი, რაც მათ მოყავთ, არის ტელეკომპანია პირველის გადამღებ ჯგუფზე და ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეზე თავდასხმა, რომელიც მოხდა ბესიკის ქუჩაზე 2024 წლის 7 დეკემბერს, ასევე განსაკუთრებით მოქალაქეები
სოლიდარობას დღეს უცხადებენ ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელს მზია ამაღლობელს, რომელსაც როგორც ისინი აცხადებენ, ის არის უკანონოდ დაკავებული ჟურნალისტი, უკანონოდ დაკავებული მოქალაქე და მის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზეც საუბრობენ დაკავების მომენტში. ჩვენ ახლა შევეცდებით გადავინაცვლოთ საქართველოს პარლამენტის შენობის წინა ტერიტორიასთან, სადაც ახლა აქ შეკრებილი ქალთა მარშის მონაწილეები პერფორმანსის მოწყობას აპირებენ, როგორც ისინი აცხადებდნენ და ისინი კითხულობენ სპეციალურ განცხადებას. მე ხარ შევეცდები რომ გადავინაცვლო და მოგასმენინოთ მათი განცხადება პირდაპირ ეთერში. ქართველი პარლამენტარი ქალების რეპრესიებით ჩაახშო. 101 წლის შემდეგ ქართველი ოლიგარქის რუსულმა ჩექმამ ჩვენი თავისუფლების ფეხქვეშ გასათელად მიზანში სწორედ ჩვენ ამოგვიღო. ჩვენ, ვინც გაგზარდეს ქალაქ. რადგან ამ უწყვეტი პროტესტის 101 დღის მამოძრავებელ ძალად ამორძალები დღესაც აქ ვდგავართ. სადაც არც ერთი დიქტატურა ისტორიულად არ გვპატიობდა იმას, რაც მათ უპირატესობას, მათ კანონზე უზენაესობას, მათ ძალაუფლებას და შესაბამისად ძალადობას მედგრად, უშიშრად ედგა პარად დაუმორჩილებლობა. 101 წლის მანძილზე თქვენი სიბნელე, მრავალი დახშული კარი, დაგმანული ფანჯარა და რკინის გისოსები გავარღვიეთ. 101 წლის თავზე რისხვის ამ 101 დღეს ჩვენ სინათლისთვის და ჩვენი ხმისთვის ვიბრძვით ისევ და ისე, როგორც არასდროს. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი კანონები რუსული დუმის მსგავსად ქალებისგან დუმილს მოითხოვს, ჩვენ არ ვჩუმდებით. არ გაღირსებთ მდუმარე დანანებულ მორჩილ ქალებს. რა გაგვაჩუმებს? ჩუმად ხართ თქვენ. თქვენი სისხლიანი სიჩუმე გვკლავს. გვკლავს ქალობისთვის, დედობისთვის, გვიკლავს დედებს, ტრანს ქალებს, გოგოებს. თქვენ ჩვენს გასაჩუმებელ კანონებს წერთ. იღებთ, მაგრამ ვერ გვიკანონებთ. ჩვენ ქალები ვიბრძვით ძალადობის. ვიბრძვით ძალადობის და გამოცხადებული სიკვდილის პრევენციისთვის. თქვენ აუქმებთ კვოტებს, ებრძვით სიტყვებს, ებრძვით გენდერს, ებრძვით თანასწორობას, ებრძვით კონსტიტუციას, გვებრძვით ჩვენ. ჩვენ კიდევ უფრო მეტი თავგანწირვით ვიბრძვით ლეკვი ლომისა სწორობისთვის. ჩვენ უარს ვამბობთ. არ გვინდა თქვენი ყვავილები, ფასდაკლებები, ვეფხისტყაოსნის სუფრაზე ასობით მოკლული ქალის სისხლით სავსე ყანწების ფრიალი. ჩვენ 1180 წელს შექმნილი ვეფხისტყაოსნის იდეალებისთვის ვიბრძვით დღეს. ჩვენთვის აბსოლუტურად ყველა ქალის, ქალად აღზრდილის და ტრანსი ქალისთვის. თქვენ ეალერსეთ რუსეთს და ძილს. ჩვენ ამ 12 წლიანი კოშმარიდან გაღვიძება ყველგან ხმა, ყველგან ძახილი გვევალება. არ გავჩუმდებით. რა გაგვაჩუმებს? ჩუმად ხართ თქვენ. როცა თქვენი მოძალადე პოლიციელები აქციაზე ჩვენ თანამებრძოლ ქალებს, შინ დაბრუნებულები საკუთარ ცოლებს სცემენ. არ გავჩუმდებით. რა გაგვაჩუმებს, როცა ფორმიანი ბანდიტები კბილებს და ცხვირს და ძვლებს გვიმტვრევენ. არ გავჩუმდებით. რა გაგვაჩუმებს, როგორ გაგატანთ შვილებს ციხეში, როცა თქვენი ხელდასმული დგებუაძეები, ხარებები ყოველდღე აწმავენ სილას ამ ქვეყნის წარსულს, მომავალს, ენას, მამულს. რა გაგვაჩუმებს, სანამ თუნდაც ერთი ქალი გისოსებს მიღმა იმისთვის ჩასვით, რაც თქვენმა რეჟიმის მონებმა ვერასოდეს გაბედეს. სიმამაცისთვის, თანასწორობისთვის, სიმართლისთვის. არ დაგიხრით ქალები თავს, სილა პატრიარქატს, სილა თვითმარქვია პოლიციას, სილა ავტორიტარიზმს. ჩვენ უარს ვაცხადებთ პატივი მხოლოდ სიკვდილის, ან 101 წლის შემდეგ სამუდამოდ გაჩუმებულებს ვცეთ.
არ გელოდებით. ჩვენ მოვითხოვთ პასუხს, პასუხისმგებლობას, თანასწორობას, ქალთა კვლის, წამების შეწყვეტას დღეს. თქვენ გეამაყებათ და გიყვართ თქვენი წამებული, თქვენი წამებულები, ქეთევან წამებული, შუშანიკი წამებული, მარიტა წამებული და არ გეღირსებათ მზია წამებული. ჩვენ ამ ქვეყანას საბერძნეთიდან, გერმანიიდან, ამერიკიდან ვაშენებდით გუშინ, ვაშენებთ დღეს და ვაშენებთ ხვალ. ჩვენი შვილებისთვის, მოხუცებისთვის, ორსულებისთვის ვტოვებთ სახლს. თქვენ ჯანდაცვის საარსებო მინიმუმის გარეშე ტოვებთ მათ. შიმშილის და მარტოობისთვის წირავთ. ჩვენ ზრუნავთ. თქვენ მოხუცებს თოვლში მარხავთ. თქვენ არ იცით რა შრომის ფასად მოპოვებულ ფინანსებს ვაგზავნით შინ თქვენს ნაცვლად. თქვენს გარეშე, მაგრამ არა მხოლოდ ჩვენი, არამედ თქვენი შვილებისთვისაც. ვითხოვთ ახალ არჩევნებს, თანასწორობას, სიმართლეს სასამართლოში. შხამად შეგარგებთ ამ ასერთ დღეს, როცა დედები დღეს სამსახურში და ღამე ქუჩაში ვიბრძვით. შინ ვტოვებთ საქმეს, შვილებს და ვახშამს. თქვენ სოციალურად დაუცველ ბავშვებს ჯერ ართმევთ დენს, მერე დამწვარ სახლებს მათვე კიდევთ ცოდვად. რისთვის? ჩვენ შვილებს ვზრდით სიმწრით. თქვენ სწავლის ნაცვლად აკავებთ ციხით. რისთვის? ჩვენ სიმართლისთვის, ბრძოლისთვის ვკარგავთ სამსახურს. ისევ ქუჩაში გავდივართ და ბოლო ხმაზე სიმწრით ვყვირით. თქვენ ამ ქვეყანას ტყეებს, პარკებს და სინდის ყიდით. მერე მდიდარი კაცები მშენებარე კომპლექსებში, პარკებში ორმოებს გვითხრით და თქვენი გულგრილობა უცოდველ ბავშვებს თამაშის და სწავლის ნაცვლად რას თავაზობს? სიკვდილს? რისთვის? არ გაღირსებთ ქალები მშვიდ ბათუმს, ქუთაისს, თბილისს. ვერ გაგვექცევით ქალებს, ვერ გაექცევით სირცხვილს. ამ ბრძოლას ქალის სახე და ცეცხლის ფასი აქვს. ამიტომ მოგართმევთ ნავთს, ცეცხლს, კოცონს, ჭიაკოკონას, სილას და რისხვას. არ გავჩუმდებით. რა გაგვაჩუმებს სანამ ქალთა კვლაზე, ჩაგვრაზე, დამონებაზე ჩუმად ხართ თქვენ. არ გაღირსებთ ქალები ჩუმ შვიდობას. შევსმენთ განცხადებას, რომელიც ეკა დემეტრაძემ მსახიობმა გააკეთა, მან ისაუბრა ქალთა უფლებებთან დაკავშირებით საქართველოში, ასევე ქართული ოცნების იმ საკანონმდებლო რეგულაციებზე, რომლებიც ბოლო პერიოდში იქნა მიღებული, მათ შორის 24 წლის განმავლობაში თუ მიმდინარე საგაზაფხულო სესიის ფარგლებში დაჩქარებული წესით მსახიობ ეკა დემეტრაძის და განცხადების ავტორების შეფასებით, მაშინ როდესაც ქვეყანაში ქალთა უფლებების მიმართ არსებობს სერიოზული პრობლემები, მიუღებელია ის რეგულაციები, მათ შორის საკანონმდებლო დონეზე და ის ქმედებები, რომელსაც ქართული ოცნება ჩადის ბოლო თვეების განმავლობაში და რა პოლიტიკასაც ატარებს მმართველი პარტია მოსახლეობის მიმართ, განსაკუთრებით კი ქალთა მიმართ. შეგვიძლია ახლა სხვა მოქალაქეების კომენტარებსაც მოусმინოთ, რომლებიც აფასებენ ქვეყანაში განვითარებულ პროცესებს დღეს 8 მარტს ქალთა მარშის ფარგლებში. დღეს როგორც იცით ქალების მარში იყო, ქალები რეჟიმის წინააღმდეგ და ჩემი სათქმელი არის ისო დევნილი ქალებიც აქ არიან. დევნილმა ქალებმა ალბათ ყველაზე კარგად იციან, რას ნიშნავს, როცა ხარ გარიყული, ხარ მიტოვებული, ხარ უარყოფილი სახელმწიფოს მხრიდან და ნამდვილად დევნილი ქალები აუცილებლად იქნებით ამ რეჟიმის წინააღმდეგ და ყველა იმ რეჟიმის, რომლის მთავარი ხელწერაც არის ჩაგვრა. დღევანდელი მსვლელობა არის სოლიდარობა პირველ რიგში მზია ამაღლობელის მიმართ, როგორც ქალის,
როგორც მებრძოლი ქალის და როგორც თავისუფლების სიმბოლოსი და ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ საქართველოში ქალები არის ძალა და აუცილებლად გავიმარჯვებთ. ეს არის სიმბოლო, გისოსები, რითაც გვაშორებენ პოლიტიკურ პატიმრებს, რითაც თავისუფლება წაართვეს პოლიტიკურ პატიმრებს. ჩვენ ვითხოვთ მათგან თავისუფლებას, ქალები რეჟიმის წინააღმდეგ გამოვდივართ უკვე კარგახანია და აუცილებლად მნიშვნელოვან როლს ვითამაშებთ ამ რეჟიმის დამხობაში. და ამ გისოსებთან დაკავშირებითაც კულმინაციურ მომენტში იქნება პერფორმანსი. ქალებს გვაქვს ხმა, რომელიც ერთხელ უკვე წაგვართვეს და აღარ დავთმობთ არც თავისუფლებას და არ დავემონებით რუსებს. საკანონმდებლო ორგანოსთან რჩებიან აქციის მონაწილეები, ქალთა მარშის მონაწილეები გეგმავენ აქცია პერფორმანსის ჩატარებასაც საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიასთან, რაც შეეხება ზოგადად არსებულ მდგომარეობას, როგორც რუსთაველის გამზრდზე, ასევე იმ კომენტარებს, რომელსაც თქვენ ახლა პირდაპირ ეთერში უსმენთ ევრონიუს ჯორჯიას ეთერში, მოქალაქეები გმობენ ძალადობრივ ქმედებებს და ამ 100 დღის განმავლობაში ისინი საუბრობენ, რომ საპოლიციო ძალების მხრიდან ძალადობრივ ქმედებების განხორციელების მიუხედავად არც ერთი პირი, რომელიც პასუხისმგებელია ამ ძალადობრივი ქმედებების ჩადინაზე, არ არის ამ დრომდე პასუხისმგებაში მიცემული, რაც მათი შეფასებით სამართლებრივი სახელმწიფოსთვის, ნებისმიერი სამართლებრივი სახელმწიფოსთვის მიუღებელი ქმედება არის და პირველ რიგში ისინი მოითხოვენ ამ პირთა დაუყოვნებლივ დასჯასაც. აქციის მონაწილეები ახლა იმყოფებიან საკანონმდებლო ორგანოსთან, მათ შორის არიან დაკავებული აქციის მონაწილეების ოჯახების წევრები, ასევე მათი დედები, რომლებიც სხვა საპროტესტო ბანერით არიან მოსულები და ამ ფორმითაც გამოხატავენ აქციებისას დაკავებულთა მიმართ სოლიდარობას. ასევე აქციის მონაწილეებისგან პერიოდულად ისმის საპროტესტო შეძახილები, ქალები ტერორის წინააღმდეგ, ქალები საკუთარი უფლებების დასაცავად და სხვა ტიპის შეძახილები, რომელიც არაერთხელ ისმის არ მხოლოდ დღევანდელი დღის, არამედ გასული 100 დღის განმავლობაშიც. მოქალაქეები ასევე ამ საპროტესტო აქციების ფარგლებში ეწინააღმდეგებიან ქართული ოცნების იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც იქნა მიღებული საპროტესტო აქციების ფარგლებში. მათი შეფასებით ეს ცვლილებები ემსახურება პროტესტის მუხტის ჩახშობას, თუმცა მიუხედავად ამისა ისინი აცხადებენ, რომ არაპირებენ დაშლას, არაპირებენ დაემორჩილონ მათი და უფლებადამცველთა დიდი ნაწილის შეფასებით რეპრესიულ კანონმდებლობას, მათ შორის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის კუთხით, როდესაც ჯარიმები თუნდაც გზის გადაკეტვის გამო გაათმაგდა და 5,000 ლარით ასობით პირი დააჯარიმეს, მათ შორის რამდენჯერმე, მათ შორის იყვნენ მედიის წარმომადგენლები, 17 შემთხვევა აღირიცხა ასეთი ეთიკის კარტის განცხადების თანახმად, თუ ამ ანგარიშს და მონაცემებს დავუჯერებთ და ეს იმ დროს, როდესაც მედიის წარმომადგენლები, მათ შორის ასრულებდნენ საკუთარ პროფესიულ მოვალეობას, აწვდნენ მოსახლეობას ინფორმაციას რა ხდებოდა საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას რუსთაველის გამზრდზე და მათ ჰქონდათ შესაბამისი მაიდენტიფიცირებელი ნიშნები, თუმცა ამის მიუხედავად სასამართლომ მათ წინააღმდეგ გამოიყენა ჯარიმა, ადმინისტრაციული ჯარიმა და როგორც გითხარით, ეს ჯარიმა მოიცავს 5,000 ლარს. ასევე დაჩქარებული წესით ქართულმა მოწნებამ ამ ცვლილებათა პაკეტში მიიღო აკრძალვები ლაზერების გამოყენებასთან დაკავშირებით და ერთ-ერთი ბოლო ცნობა, რომელიც ამ ამბავს უკავშირდება, არის ის, რომ გუშინ პროტესტის მე-100 დღეს ის პირები, რომლებიც ლაზერებით მინათებით ცდილობენ, საკანონმდებლო ორგანოზე ლაზერის მინათებით ცდილობენ თავიანთი პროტესტი გააგონონ მართულ პარტიას და ასევე მოსახლეობას, ეს პირები ადმინისტრაციული წესით დააკავეს, რამდენიმე საათი გაატარეს მათ იზოლატორში, თუმცა მოგვიანებით გაათავისუფლეს. მათი თქმით, ლაზერი პოლიციამ ამოიღო როგორც მტკიცებულება და როგორც მიიჩნია ეს კანონდარღვევად მისი დემონსტრაციის ფარგლებში გამოყენება. ასევე ახლა აქციის მონაწილეები აქციის პერფორმანსის ჩატარებას ცდილობენ კოცონის დანთებით და აი ეს გისოსები, რომელიც მათ სიმბოლურად ჰქონდათ მოტანილი საკანონმდებლო ორგანოსთან, აი ამ გისოსებს წვავენ. ისმის ასევე საპროტესტო შეძახილები საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიასთან. ასეთი ვითარება საქართველოს პარლამენტის შენობასთან უწყვეტი პროტესტის 101 დღეს.